ჩვენ უყურებთ ბიზნეს კურიერს. დღეს 14 დეკემბერია, მე აკაკი გოგიჩაიშვილი ვარ და გასული კვირის მთავარ ეკონომიკურ მოვლენებს მიშა სესიაშვილთან ერთად გაგაცნობთ. მოგესალმებით. მაინც რაღის ბიზნესისთვის დაპირებული სამართლიანობის აღდგენა და დაუჯდა უკვე თავად დაპირება მთავრობას, რომელსაც ვერ ასრულებს ძვირიჯდებაო. არ სრულდება დაპირებაც, რომ ყველა ჩინოსანს განესაზღვრებოდა რა ფასის და მარკის მანქანა ეკუთვნით. ისინი კი სულ უფრო ძვირ ავტოებს და ახლა უკვე მობილურ ტელეფონებსაც უკეთავენ ბიუჯეტის ხარჯზე. საჯარო მოხელეთა კონკურსით შერჩევის კანონი კი შესაძლოა უკვე მესამედ გადაავადოს პარლამენტმა. მოხელეთა უმეტესობა წლებია დროებით არის დანიშნული, რომ კონკურსი არ შეხებოდათ. ბიზნესმენთა ნაწილისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება გამოიწვია ამ კვირაში იუსტიციის მინისტრის განცხადებამ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია ჯერ ვერ შედგება, რადგან სამართლიანობის აღდგენა ძვირიჯდება. სიძვირე ბუნებრივია, ძირითადად ბიზნესებისა და ქონების უკან დაბრუნებას უკავშირდება. უნდა გაუგრძეს და ამისათვის იუსტიციის სამინისტროში მომზადებულია კანონპროექტი მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. იქ მოხდება სწორედ შესწავლა მსგავსი საჩივრების და შემდეგ განაჩენების გადასინჯვა. თუ არის განაჩენის მიღმა ქონების ამოღება, ქონების წართმევა, ესეთ შემთხვევაში ამას არ ჭირდება განაჩენის გადასინჯვა და დიახ, ამ შემთხვევაში მიდის გამოძიება დამოუკიდებლად. ასეთ შემთხვევა გვაქვს, ვთქვათ, რომელიც უკვე მივიდა, ვთქვათ, ლოგიკურ დასასრულამდე. დასასრულამდე სასამართლო განაჩენამდე მისული არ გვაქვს, თუმცა ძალიან მალე იქნება. ეს იდეა უარყოფილი არ ყოფილა. როგორ შეიძლება უარყოს ვინმე იდეა, რომ არის ბევრი უკანონო განაჩენი და რომ ეს განაჩენები არის გადასახედი. მე გუშინ აღნიშნე, რომ დროებით ეს შეჩერებულია, რადგან უნდა მოხდეს გათვლა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით. მთავრობის განცხადების მიუხედავად პარლამენტართა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ფასის გადახდა მიზანშეწონილია, როდესაც საქმე სამართლიანობას ეხება. ექსპერტთა ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს ეკონომიკურ ქაოსს და უფრო მეტ უსამართლობას გამოიწვევს და ამის დაპირებაც კი არ შეიძლებოდა. თემურ გიორხელიძე, ეკონომიკის ექსპერტი, გვეტყვის, როგორ ესახება მას სამართლიანობის აღდგენა და რა შეიძლება ეს დაჯდეს, ხოლო ზაზა ბიბილაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი, ასევე გვეტყვის, რატომ არის ეს დაუშვებელი და რა დაჯდა უკვე თავად დაპირება. მოგესალმებით ბატონებო. ბატონო დემურ, თქვენ ვთქვათ, აი რომელ ჯგუფში ხართ, ბანაკში, ასე რომ ვთქვათ, რომელიც მიიჩნევს, რომ არ იყო თავად დაპირება მიზანშეწონილი და მაგრამ რახან შედგა ესეთი დაპირება, ეხლა უმჯობესია განხორციელდეს, თუ მიიჩნევთ, რომ აი დაპირებაც არ იყო მოზომილი და ვთქვათ, მეტი დაფიქრება იყო საჭირო. მე არ გახლავართ ბანაკების წევრი და უახლოესი 50 წელი არ ვაპირებ ბანაკების წევრი ვიყო, მაგრამ ერთავარი რაც მე მინდა ვთქვა, ის არის, რომ სახელმწიფოს უპირველესი ფუნქცია სამართლის წარმოებაა. სამართალი დიახ ძვირიჯდება, თუ კანონიერი დემოკრატიული სამართალზე დაფუძნებული ქვეყანა გინდა გქონდეს, შენ აუცილებლად ბლომად უნდა დახარჯო ფული, რომ ეს გარემო იქნას უზრუნველყოფილი. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს ფუნქციაა საერთოდ გაუგებარი. ამიტომ პოლიტიკური შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც პრინციპში იუსტიციის პირით ასეთი დიდი, თქვათ, ვალდებულება თავის თავზე არ უნდა აეღო, იმიტომ ეს გაცილებით დიდი პოლიტიკური გადაწყვეტის საგანია და მეორეც მე აბსოლუტურად არ მესმის იმ ადამიანებისა, თუმცა სწორად მესმის, რომლებიც ამბობენ, რომ არ შეიძლება სამართლის აღდგენა, იმიტომ არავის არ უნდა სტატუს კვო შეცვლა. ანუ წართმეული ქონება ლეგალიზებული უნდა იყოს, ფაქტიურად ლეგალიზებულია და დღეს უკან დახევა იმისა, რომ სასამართლო გზით დაიწყოს პროცესი, როდესაც ადამიანს აქვს პრეტენზია ან კონტრაგენტის მიმართ, ან სახელმწიფოს მიმართ, ან სახელმწიფოს მაღალჩინოსნის მიმართ და ამის საშუალებას სახელმწიფო ეუბნება, რომ ძვირია თურმეს და ამის გაკეთება არ შეიძლება. მე გვინდა გითხრათ, რომ თუ არსებობს პროცესი და იწყება ის, რომ სასამართლო იწყებს ფუნქციონირებას, მაშინ არც იუსტიციის მინისტრს, არც რომელიმე, ვთქვათ, მაღალჩინოსანს არ აქვს უფლება სასამართლო პროცესის შეჩერებისა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს, ვთქვათ, აი ამ შემთხვევაში ერთი ინდივიდის გადაწყვეტილება იყო, როდესაც არ იყო, რა თქმა უნდა და უბრალოდ რატომ აიღო ძალიან კარგი პიროვნება ხა. ხო და იქნება არა ეს მან თავის თავზე კი არა იყო, ეს იყო, ვთქვათ, მთავრობის, ვთქვათ, პოზიცია. შემიძლია გითხრათ, რომ ფინანსური თვალსაზრისით პრობლემა არ დგას. არ დგას უბრალოდ იმის გამო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩადებულია წელს 20 მილიონი, რომ გადაეწყვიტათ
ხო არ ვიცით ვის მისცემენ ამას, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რომელი სასამართლო გადაწყვეტილებები იქნება წარდგენილი აღსრულებაზე. ამიტომ პრობლემა ფინანსური არ დგას, არ შეიძლება ამის დაწყება. ამის თქმა 40 მილიონი რომ ჩადებულიყო რა მოხდებოდა ამით რა ამის 40 მილიონის თანხა არ იყო თუ გნებავთ 60 მილიონის რა თქმა უნდა იყო ესე იგი საუბარი გაცილებით მეტ ნულიან ციფრზეა საუბარი არა საქმე რა შეიცი დღეს არავის არ ეპარება ეჭვი იმაზე რომ ერთ დღეში ერთ თვეში და 2014 წელს ყველაფრის აღდგენა ვერ მოხდება ამას სასამართლო უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაატარებს თავარი ადამიანისთვის რომელიც დაზარალებულია თქვათ მისი კონტრაგენტისაგან თუ ხელისუფლებისაგან თავარია ხედავდეს პროცესს რომ დღეს იქნება ხვალ იქნება თუ 5 წლის შემდეგ პროცესი ისეთია რომ მისი რიგიც დადგება ანუ მოლოდინის შექმნა შესაძლებელი იყო პრეცედენტები უნდა შეიქმნას თუმცა მეორე ხრივ სამართლის წარმოება უნდა დაიწყოს თორე ახლა მე დღეს მინდა სამართალი ვაწარმოო და ხვალ არ მინდა ვაწარმოო აბსოლუტურად გაუგებარია თუმცა მეორე ხრივ ბატონ დებურ დამეთანხმეთ რომ აქ არის ძალიან დიდი პოტენციალი იმისა რომ გამოიწვიოს მეორე ტიპის უსამართლობა მათ ვინც იყიდეს შემდგომ ეს ქონება სახელმწიფოს და ახლა, როდესაც ისინი ინვესტიციის განხორციელების მოლოდინში თუ თქვათ გეგმაში და პროცესში არიან, ისინი დგებიან სრულიად გაურკვევლობაში, რომ შეიძლება დადგეს სასამართლო გადაწყვეტილება და ძველი ისტორიის გამო მას ეს ჩამოართვან, ან დაეკისროს კიდევ დამატებითი ვალდებულებები და შესაბამისად ეს მასზე როგორც ინვესტორზე იქნებოდა უსამართლობა, ხო? დამეთანხმეთ და მეორე მხრივ ეს ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება. აი ამ ნაწილს როგორ უყურებთ? მესმის ძალიან კარგად ეს ყველაფერი საქმე ისაა რომ იმდენად კარგად არის ეს ყველაფერი იურიდიულად, იმიტომ რომ გამრუდებული გონების ადამიანები, როდესაც ქონებას ართმევდნენ ბიზნესმენებს და ანადგურებდნენ მათ, შესანიშნავად აფორმებდნენ იმ საბუთებსაც, ვინც ყიდულობდა ამ ქონებას, ნაძარც ქონებას, მათაც შესანიშნავად იცოდნენ, რას ყიდულობდნენ. ამიტომ, როდესაც სამართალზეა საუბარი, თავი უნდა გავანებოთ, მე არა ვარ მოსამართლე, თქვენ არა ხართ მოსამართლე, იუსტიციის მინისტრი არ არის მოსამართლე, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრი არ არის მოსამართლე. მოსამართლე არის მოსამართლე. თუ ჩვენ გვინდა ელემენტარული სამართალი იყოს ქვეყანაში, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კონსტიტუციის ფარგლებში დამოუკიდებელი და თავისუფალი არავინ არ არის ამ ქვეყნად, ხომ? კონსტიტუციის ფარგლებში თავისუფლება მინიჭებული სასამართლო დაეწყვეტდეს იმ საკითხს, რომელიც სამართლის ფარგლებში არის გადასაწყვეტილი. მოусმინოს მოდი თქვენს ოპონენტსაც ბატონ ზაზა თქვენ მოგმართავთ ახლა ამ შემთხვევაში. თქვენ როგორ უყურებთ ამ პროცესს და ბოლოს ხელისუფლება ესე რადიკალურად თქვა მარტო ჩვენთან არ გამოცვლილა არის გამოცდილებაც სხვა ქვეყნების აი როგორ ხდება იქ თქვა აი ესეთი პროცესები როგორ უნდა ხდებოდეს და ის რაც ჩვენთან დაიწყო თქვა იმის გამოცხადების სახით ჯერ არ აღსრულების არ შესრულების სახით უკვე როგორ აისახა რა პროცესები გამოიწვია აკაკი დიდი მადლობა მოწვევისთვის გადაცემაში პირველ რიგში ჩავაზუსტებ თქვენის ნებართვით რომ მე არ გახლავთ ეკონომიკის ექსპერტი მე გახლავთ იურისტი ბიზნესმამა სამართლის სპეციალისტი და შესაბამისად ნებისმიერი შეხება რომელიც ამ სფეროსთან მაქვს უფრო აი ამ კუთხით განისაზღვრება რაც შეეხება საკონსალტინგო კომპანია რომელიც აი სხვა კომპანიებს და ინვესტორებს უწევს აი კონსალტინგს მათ შორის ეკონომიკურ საკითხებში რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის თემას მე გამოვყოფითე სამ თემად გავშლიდი ამას ეს არის სუფთა ფინანსური და ეკონომიკური მხარე ეს არის სამართლებრივი მხარე და ეს არის ისტორიული და მორალური მხარე ეს ერთად არის ხო დავიწყოთ რიგითობით ეს ეკონომიკური ნაწილი არის რითიც დაიწყო ხელისუფლებამ გამართლება იმისა რომ ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენა შეჩერდება ან შეიძლება გადაიდება განუსაზღვრელი ვადით მოდით ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ ამას ამ ეკონომიკურ ნაწილშიც ხო თითქოს რაც ხელისუფლება შეიცვალა რიტორიკაც ამ კუთხით რომ შეიცვალა რიტორიკა იმ კუთხით რომ ჩვენ ისევ დაუბრუნდით ძველ რიტორიკას რომ რაღაცის საშუალება არ აქვს გვიჭირს ხელმოკლედ ვართ შეგახსენებთ რომ ჩვენი მავაცახსენებელი 9 წლის განმავლობაში როგორც ახლა მოდაშია ითქვას ელიტური კორუფცია გვჭამდა შეგახსენებთ იმას რომ ძალიან ბევრი ფული იფლანგებოდა მაგალითად სტინგი ჩამოყავდათ ბოჩელი ჩამოყავდათ მაგრამ ასევე რჩებოდა თანხა იმისთვის რომ რაღაც საბაზისო ვალდებულებები სახელმწიფო შეესრულებინა დღეს ის სიტუაცია არის როგორც ეს მითიური ელიტური კორუფცია სავარაუდოდ აღარ არსებობს ფული არ იფლანგება იმიტომ რომ არც ინაუგურაციას ვიხდით, არც აღლუმს ვატარებთ, არც სტინგი ჩამოყავს, მაგრამ ფული არ არის უკვე ძალიან ელემენტარული საბაზისო
საკითხებისთვის. ეს ბუნებრივია, უნდა ჩავსვათ აი ამ კონტექსტში, რომ ვინც ამბობს, რომ ფული არ არის, ალბათ ის ნაწილობრივ ეს არის საბაზისო საკითხი და შესაბამისად, ხო, რა თქმა უნდა, ეს არ არის საბაზისო საკითხი, მაგრამ მე მინდა ეს კონტექსტში ჩავსვა, რომ ის ვინც ამბობს, რომ ფული არ არის რაღაცისთვის, ხო, ამ ფულის არ ყოფნაზე თუ არ ქონაზე არის ნაწილობრივ მაინც თუ პირდაპირ და მთლიანად არა პასუხისგებელი. ეხლა რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მე აბსოლუტურად დავეთანხმებ ბატონ დებურს იმაში, რომ არ შეიძლება და აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ექსპერტმა ამ საკითხზე ამ საკითხებისაც ქონდა შეხება, განაცხადა, რომ არ შეიძლება შეიქმნას არასასამართლო ორგანო, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებებს გადახედავს. ეს არის უპრეცედენტო, ეს არის რაღაც ბოლშევიკური აზროვნების შედეგი და შესაბამისად ამისი გაკეთება იქნებოდა უდიდესი სკანდალი, რომელიც საქართველოს როგორც ქვეყანას ძალიან აზარალებდა. შესაბამისად ამ ნაწილში უბრალოდ სამართლებრივად იმის გაკეთება, რაც იყო შემოთავაზებული, იყო თითქმის წარმოუდგენელი. ეხლა რაც შეეხება ჩემის აზრით ალბათ მაინც თავარს და მნიშვნელოვანს ისტორიულ მორალურ კონტექსტს ამ ყველაფრისა, ამ სამართლიანობის აღდგენისა, სხვადასხვა მე მქონია საუბრები ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც, რომელიც საჯაროდ აცხადებენ მისი თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომ სამართლიანობის აღდგენა ბრჭყალებში ეს არის ძალიან არაზუსტი ტერმინი, რადგანაც სამართლიანობა რო აღადგინო ის რაღაცა ეტაპზე, რომელიღაცა წლის მდგომარეობით მაინც უნდა ქონოდა, ხო? ჩვენ დღეს ძალიან კურიოზული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც არის ძალიან ჭრელი სპექტრი პოლიტიკოსების, რომლებიც ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, ზოგი ალბათ 91 წლის მდგომარეობით, ზოგი 98 და 2002 წლის მდგომარეობით, ზოგი 2007 წლის მდგომარეობით. გააჩნია ვინ როდის გადავიდა და დადგა იმ პოზიციაზე, რომ პოზიციაზეც ის დღეს არის, ხო? რაც შეეხება დღეს თლიანობაში ხელისუფლებას სამწუხაროდ ეს სამართლიანობის აღდგენა ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ ცოდნის ზოგად დეფიციტის პირობებში, რომელიც ამ ხელისუფლების საფუძველში დევს. ანუ მაგალითს გეტყვით ახლა ქართული ოცნება ფიქრობდა რომ რუსეთთან პრობლემა იყო რიტორიკა და სტილი. აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. ქართული ოცნება ფიქრობდა რომ გაზის ტარიფს განსაზღვრავდა მასში არსებული ელიტური კორუფციის წილი. აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. ქართული ოცნება ფიქრობდა რომ ენგურჰესი გასხუსებულია რუსეთზე. აღმოჩნდა რომ ეს ასე არ არის. ქართული ოცნება ფიქრობდა რომ საქართველოს ჭამს ეს კარტელები და მონოპოლიები. ხო, ნუ ერთ წელიწადზე მეტია გასული და ჯერჯერობით ვერავინ არ აღმოაჩინა ვერც კარტელი, ვერც მონოპოლია. რაც თავარია შეიძლება აღმოაჩინეს, ამაზე არის რაღაც სპეკულირება, მაგრამ არაფერზე არ ასახულა. ხო, იმის მაგალითად რომ მაგალითად წამლები გაიაფთეს, წამლები ზვირდება. შესაბამისად სამართლიანობის აღდგენაც აი ამ ზოგად კონტექსტში მინდა განვიხილო, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა რომ თურმე სამართლიანობა რაც ეგონა ის ბოლომდე სამართლიანობა არ ყოფილა, ისევ მაგალითზე გადავიდეთ, ხო? ყოველთვის საუბრობენ ერთი კუთხით, რომ აი ვიღაცა კომპანია გამოვიდა იტყვის რომ მე ბიუჯეტისთვის მაჩუქებინეს 30 მანქანა. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ალბათ კონიუნქტურა არ უწყობს ხელს იმის თქმას, რომ მეორე მხრიდან ვიღაც გამოვიდეს და თქვას რომ ამ კონკრეტულ კომპანიას სავარაუდოდ ქონდა მრავალმილიონიანი დავალიანება, საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, რომელიც ჩემი აზრით არასწორად, მაგრამ მაინც ბრჭყალებში გაუქვითეს აი ამ საჩუქრის სანაცვლოდ, ხო? აი ესეთი ორმხრივი შეფასებით თუ მიუყვებით, რომ რა კონკრეტული წინაპირობები გქონდა იმას, რომ ვიღაცა ბრჭყალებში ანუ გამოსავალი რა არის, რომ დავივიწყოთ ეს ყველაფერი, თუ მაინც თქვენ ფიქრობთ, რომ საჭირო ამ ყველაფერში ჩაღრმავება გარკვეულ? ორი გამოსავალი არის. თუ ჩვენ საუბრობთ სამართლიანობის აღდგენაზე, სამართლიანობა უნდა იყოს არა ვიღაცის სუბიექტური სამართლიანობა, მაგალითად, რომ ვიღაცას ვინც, ანუ ერთი გარიგების სამართლიანობა კი არ უნდა აღდგეს, რომ ვიღაცას მიადგნენ და ღამის 3 საათზე მოაწერინეს ხელი რაღაცაზე, ხო? სამართლიანობა უნდა ჩაუღრმავდეს მაშინ, რომ იმ კონკრეტულ პიროვნებას რამდენად სამართლიანად, რამდენად კანონიერად ქონდა მოპოვებული ის ქონება თავის დროზე, რომელიც მან მოიპოვა. ხო არ შეიძლება ისე მომხდარიყო, რომ ამ პიროვნებას ეს ქონება მოპარული ქონდა, არაკეთილ სინდისერიგზე ბატონ დემოს აზრიც მინდა მოვისმინო. ბატონ დემო, რა თქვენ დამეთანხმეთ, რომ ძალიან ხშირად უმეტესობა თუ არა, ვთქვათ, იმ მოდავეებისა, რომლებიც 16000 განცხადება შევიდა პირველივე ეტაპზე აი ამ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით და ქონების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურაში და ნუ ცხადია უმეტესობა არის შევარდნაძის პერიოდში აღზევებული ბიზნესმენები და მაშინაც ვიცით თქვენ კარგად მოგეხსენებათ კონტროლის პალატაში მუშაობდით რა მეთოდებით ხდებოდა ვთქვათ იმ ქონების დაგროვება ბიუჯეტისგან თუ სხვა ვთქვათ ბიზნესმენების ხარჯზე აი თქვენ როგორ ფიქრობთ სამართლიანი იქნება რომ თქვათ მათ აი ამ ნაწილის ბოლო 9 წლის განმავლობაში თქვათ მიღებული ზარალი აუნაზღაურდეთ ეს იქნება სამართლიანობის აღდგენა თუ მათაც აუნაზღაურდეთ ვინც ესენია ვინც ამათ აზარალეს ასე რომ ვთქვათ
მე პარალელურად შემიძლია გითხრათ მაგალითი 1910 წელს რა ქონებებიც იყო შეერთებულ შტატებში მფლობელები დღეს 10% თუ არის შემორჩენილი ისინი მაგრამ ის გადაანაწილა საკუთრების სამოქალაქო ბრუნვამ კონკურენტულმა გარემომ ეფექტურმა მფლობელმა საქართველოში ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლებაზე მიდის უხეში გადანაწილება და ძალაუფლებაში მოსვლა ქონების გადანაწილების მთავარ მიზანს იცახავს ეს არის მოცემულობა ეს არის მოცემულობა, ამიტომ ჩვენ ამ ჯადოსხნური და ამ ჩაკეტილი, რომიტიან დაწყევლილი პოსტსაბჭოური, თქვათ, მენტალიტეტიდან და სივრციდან უნდა გავიდეთ. ეს არის ურთულესი საკითხი, სად ავიღოთ ათვლის წერტილი. ცხადია, მე არ მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ სასამართლო კიდე გეუბნებით, ჩვენ ვერანაირ სახელმწიფოს ვერ შევქმნით, თუ სასამართლოს ნაცვლად რაღაც ორგანო შეიქმნება საზოგადოებრივი და ის დაიწყებს სასამართლო გადაწყვეტილებების გადასიჯვას და რაღაც ვერდიქტების გამოტანას. სრული კატასტროფაა, ჩიხია, რომლისგანაც ვერ გამოვალთ. მაგრამ თქმა იმისა, რომ სასამართლო არ იხილავდეს იმ საკითხებს, რომელიც პრეტენზიას, თქვათ, იმსახურებს რომელიმე პირისგან, შეიძლება სწორი ეს არ არის სწორი. კონკრეტულ მაგალითში შეიძლება დარწმუნებით გითხრა, რომ იმ 16000 განცხადებაში არაერთი განცხადება იქნება, სადაც შეიძლება განხორციელებული ღონისძიებები იყოს კანონის ფარგლებში საკმაოდ კარგად გაკეთებული. დიახ, და მარტივად იყოს გადაწყვეტილი, მაგრამ კიდე გეუბნებით, ეს არ არის ჩემი და თქვენი გასარჩევი, ეს არის გასარჩევი სასამართლოსი. ამიტომ პრინციპული შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როცა იგივე 16000-ში პროკურატურას ამბობს. ბატონ დებრანო, იგივე 16000 განცხადებაში თვითონ პროკურატურაც პრინციპში ამბობს, რომ ძალიან ბევრი თქვათ საეჭვოა და ძალიან სუსტია საქმე და აი პროცესი, რომელიც თქვათ დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, რასაც ქვია, ხომ ეს რაღაც მიტმასნას გამოიწვევს, ასე თქვათ, იმ ელემენტების, რომლებსაც თქვათ არანაირი თქვათ პრეტენზია ან რაღაც შეხება არ ქონდათ და თქვათ ხელოვნურად ასეთ საქმეები გაჩნდება. ამიტომ გვინდა ჩვენ სასამართლოს პრესტიჟი, ამიტომ გვინდა ჩვენ მოსამართლის პრესტიჟი, რომ ყველა ეს საკითხი სასამართლოში უნდა გადაწყდეს. სასამართლომ უნდა გამოიტანოს დასკვნა. თუ ჩვენ არ ვეცადეთ ის, რომ მოსამართლეები ქართული ელიტი საუკეთესო გაგებით, დასავლური გაგებით ამ სიტყვისა და არა ქართული გაგებით, არ იქცნენ საზოგადოებაში ელიტურ ადამიანებად, რომელსაც აქვს აღებული საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა. საუბარია თქვათ არბიტრაჟების შემოღებაზე, სადაც თქვათ მხარები ურთიერთმოლაპარაკებები არბიტრაჟი ეს სასამართლო სისტემის ერთი ის არის, მაგრამ მას თავისი ფუნქცია აქვს. არბიტრაჟი ვერ ჩაანაცვლებს სასამართლოს და ვერ უარყოფს სასამართლოს. ამიტომ სწორად უნდა იქნას დასმული ყველაფერი. მთავარია ჩვენ წავიდეთ სამართლიანობის გზით, წავიდეთ იქეთკენ, რომ სახელმწიფოში, აბა რა მინდა ასეთი სახელმწიფო, თუ მე არ შემიძლია ჩემი შეხედულებები, ჩემი ზიანი სადღაც გავასაჩირბო. რა ვქნათ, ისევ არაფორმალური ინსტიტუტები გაძლიერდებიან, მაშინ ქურდული სამყარო რა იყო, სუბსტიტუცია იყო სახელმწიფოზე, არა? იქ სადაც სახელმწიფოში ვერ ნახულობდა კაცი, ისინი რა პროდუქტს თავაზობდნენ საზოგადოებას? ანუ სამართალს იმ გაგებით რა გაგებითაც მათ ჰქონდათ. ეს საშინელება მოისმო ქვეყანაში, ხომ? ეხლა რა გვინდა ჩვენ სასამართლოზე უარს თუ იტყვის ხელისუფლება და სამართლიანობის აღდგენაზე, ადამიანები არაფორმალურ სფეროში გადაიტანენ ამას. მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი, რომ სახელმწიფოში მე მინდოდეს რაღაცის გასაჩივრება და ხელისუფლება მეუბნებოდეს ფული არა მაქვს, წადი მოსილდი აქედანო, სად წერია ეს? თუ შეიძლება ჩავერთვები ერთ წუთით, მე მგონი თქვენ თავს ეწინააღმდეგებით ნაწილობრივ, იმიტომ რომ თქვენ ერთი მხრივ ამბობთ, რომ სასამართლომ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი და მეორე მხრივ ამბობთ, რომ აქ ხელისუფლება ვიღაცას რაღაცას უშლის. ანუ ხელისუფლება უბრალოდ ამბობს, რომ მას არ აქვს ფული, ეს არავის არ უშლის ხელს, რომ სასამართლოში შეიტანოს თავისი განცხადება, პრეტენზია და ასე შემდეგ. საუბარია დაბრუნებაზე, ხო? დაბრუნება ეს ცალკე პროცედურა არის. არ ვიცი რა ფორმით დაბრუნდება, ფული რას ქვია, არ აქვს, ვერ გავიგე. არა, ფული არ მაქვს, შეიძლება თქვენ ვიღაცამ ბოდიშტა რომ გადაგვაგდებს სიტყვაში, რა ვქნა ფული არ მაქვს.
ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში არნიშნავს თქვენ მის მიმართ პრეტენზია არ გაქვთ და არ გქონდეთ უფლება რომ ეს გამოხატოთ შესაბამისი კანონიერი სამართლებრივი ფორმით. სასამართლოში იმ მეთოდებისა და იმ პროცედურების გამოყენებით, რომლებიც დღევანდელი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ყველას აქვს უფლება, ანუ ხელისუფლება იმას კი არ ამბობს, რომ არ შეიტანოთ. ანუ თქვენ რო ამბობთ, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენა არ იქნება. სამართლიანობას ვინც ეძებს, მას შეუძლია სამართლიანობის ძებნა განაგრძოს. ხელისუფლება იტყვის, რომ მე ამის თანხა მაქვს, ან არ მაქვს, ხო? ზოგადად სამართლიანობის თვითონ ფენომენს რო დაუბრუნდეთ, ხო, მე მგონი ამ ხელისუფლების პირობებში ხდება ამ სიტყვის და ამ ცნების ძალიან დიდი დევალვაცია, იმიტომ რომ ის იმდენად ოდიოზური ფიგურები ახდენენ სამართლიანობის სახელით აპელირებას, რომ მე მგონი ეს პირიქით რაღაც ორუელური თქვენ მიიჩნევთ ბატონ ზაზა, რომ აი ეს 20 მილიონი, რომელიც ჩადებულია ბიუჯეტში იმისთვის, რომ აი თქვა სადაო საკითხები თუ კი გადაწყდა სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის. იგულისხმება ის თქვა, რომ სახელმწიფოს ან წინ ჯარიმები აქვს არასწორად დარიცხული ან კიდევ სხვა რამ. ესეც კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აი დაპირების ფარგლებში აი არსებული მოლოდინი რომ შეიქმნა, კიდევ უფრო ნეგატიური ეფექტი არ იქონიოს იმან რომ აი თქვა ყველაფერი არ სრულდება, მაგრამ ცოტა მაინც რომ შესრულდეს. თქვენ აი მე ვეთანხმები პრინციპში მოსაზრებას, რომ დევალვაცია გამოიწვიეს ამ უმნიშვნელოვანესი რამის, ამიტომ ვამბობ, მე ადამიანებს არ უნდა გქონდეთ იმის განცდა, რომ ისინი სასამართლოზე გინდ მიუკითხავთ, გინდ არ მიუკითხავთ. მე არ მაინტერესებს ფული აქვს თუ არა სახელმწიფოს, მე მაინტერესებს მივიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მე მართალს თუ არა მართალს გამხდის საბოლოო ჯამში და მე მაშინ შემიძლია დავეთანხმო ამას, ანდა იძულებული ვიქნები გავჩერდე, იმიტომ რომ სამართალმა ასე გადაწყვიტა. ამიტომ ამის დევალვაცია არ შეიძლებოდა და სწორედ ამაზე მოახდინეს ძალიან ცუდი გავლენა არასწორი თქვენ მიჩნევთ რომ უკვე მოხდა ესე, ხო? კეთილი, დიდი მადლობა. მადლობთ ორივეს ძალიან საინტერესო ანალიზისთვის, ძალიან საინტერესო პროცესებია, დაველოდოთ რა პოზიციას დაიკავებს პარლამენტი, იმიტომ რომ იქ არის სწორედ აი ბატონ დემურის ხარდაჭერი თქვათ საფუძვლის მოსაზრების მქონე პარლამენტართა ჯგუფი და რა პოზიციას დაიკავებს მთავრობა, რომელიც ცხადია ფულს ითვლის. და ფული კიდე ცოტა. სამართლიანობას უნდა მომსახურებოდა წესით პრემიერის ადმინისტრაციის ინიციატივაც, რომ ყველა საჯარო მოხელეს მკაცრად განსაზღვროდა რა მარკისა და ფასის მანქანის ყიდვა შეუძლია ბიუჯეტიდან. სქემა ამ წლის ბოლოდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ჯერ არაფერი ჩანს. შეიქმნას და შემუშავდეს ერთიანი პროცედურა რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მერე ყველა სახელმწიფო უწყება, ის უწყება, რომელიც იმყოფება სახელმწიფო დაფინანსებაზე, შემდეგ ეს უწყება მოახდენს თავის შესყიდვებს ამ რეგულაციების შესაბამისად. ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი შესაბამისობაში მოვიყვანოთ ახალ რეგულაციებთან და რა თქმა უნდა ვფიქრობთ, რომ პარკი უნდა იყოს ეფექტური, დაბალხარჯიანი, როგორც ღირებულების მხრივ, ასევე მისი საექსპლუატაციო. დიდი მადლობა და მე ვიტოვებ უფლებას, რომ კიდევ დაგიკავშირდეთ, როდესაც გაირკვევა უკვე ეს, იმიტომ რომ არის საზოგადოური ინტერესის საგანი. წლის ბოლოსთვის კომისია უნდა დაასრულოს. ძალიან დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებას. წლის ბოლო მოვიდა, მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ არის, როგორც ჩანს, ჯერ ეს პროცესი არ დასრულებული. თუმცა სანამ პრემიერის აპარატი მოქმედებას აგვიანებს, ჩინოსნები ყველაზე ძვირადღირებული ავტოების ბიუჯეტიდან ყიდვას კვლავაც აგრძელებენ და კვლავაც უკონტროლოთ. ასე მაგალითად აჭარის უმაღლესმა საბჭომ ამ დღეებში 2014 წლის პრადო იყიდა 83,000 ლარად, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 80,000 ლარიანი Land Cruiser-ი. ბოლო წელიწადში მთავრობამ 22 მილიონი ლარის ახალი ავტომობილი შეიძინა ჯამში, მათ შორის საფატრულო ეკიპაჟებიც და ეს იმ ფონზე, როცა მთავრობა ხარჯების დასაფარად მომავალ წელს 1 მილიარდ 600 მილიონ ლარს იღებს. და ეს მიშო არ მხოლოდ ავტომობილებს ეხება, ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას ჩინოსნები არც მობილური ტელეფონების შესაძენად ერიდებიან, რა თქმა უნდა ყველაზე ძვირის, iPhone 5-ისა და Galaxy S3-ის. წელს ამ მიზნით მათ 264,000 ლარი დახარჯეს. ცალკე საუბრის თემა ხელფასების მომატება ჯამში 20%-ით და ამაზე რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ. ასევე მოვიკითხავთ რა ხდება საჯარო მოხელების დანიშნულთან დაკავშირებით, რაც კანონის თანახმად კონკურსით უნდა მოხდეს, თუმცა მისი ამოქმედება უკვე ორჯერ გადაიდო და ახლა შესაძლოა მესამეთაც გადავადგეს. დაგველოდეთ. განვაგრძოთ ბიზნეს კურიერს იმ ფონზე, რომ მთავრობას მომავალ წელს 1,9 მილიარდზე მეტი ვალის აღება უწევს, ის აპირებს საჯარო სექტორს 270 მილიონით, ანუ 20%-ით გაუზარდოს ანაზღაურება. თუმცა დასაქმებულთა რიცხვი მხოლოდ 1,8%-ით გაიზრდება.
წელს ხელფასები გაიზრდება პოლიციაში, გაიზრდება შრომის ანაზღაურება თავდაცვის სამინისტროში და რაც თავარია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის თემა, რომელზეც ჩვენ ყოველთვის საუბრობთ, არის მასწავლებლების ხელფასების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების პროცესი გაგრძელდება. ხელფასი ორჯერ 9,000 ლარამდე ეზრდება პრეზიდენტსაც, 9 მილიონი ლარით ეზრდება ანაზღაურება პარლამენტს, თუმცა კადრები იქ 83 ერთეულით შემცირდება, ასევე პერსონალის 15-ით შემცირების ფონზე ხელფასები 2 მილიონი ლარით ეზრდება კანცელარიას. ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს 4 მილიონი ლარით ეზრდებათ ხელფასები, იუსტიციის სამინისტროს 13 მილიონით, თავდაცვის სამინისტროს კი 120 მილიონი ლარით. რაც შეეხება კადრებს, სამართლიანობის აღდგენას, გავყვეთ იმ თემას, რაზეც რეკლამამდე საუბრობდით. სწორედ ამ სამართლიანობის აღდგენას უნდა მომსახურებოდა ასევე საჯარო მოხელეთა კონკურსით დანიშვნის კანონი, რომელიც წინა პარლამენტმა მიიღო, თუმცა ამოქმედება გადაავადა, იგივე გააკეთა ახალმა პარლამენტმაც და ახლა შესაძლოა კიდევ ერთხელ გადაავადდეს ეს საკითხი, რადგან ამჟამად პარლამენტში სწორედ გადაავადების საკითხი განიხილება ამ დღეებში. შესაბამისად, ზუსტი ციფრიც არავინ იცის თუ რამდენი ადამიანი რა კონკურსით არის დანიშნული, სხვადასხვა შეფასებებით საჯარო მოხელეთა 60%-მდე კონკურსის გარეშე დროებითი მოვალეობის შემსრულებლის სტატუსითაა დანიშნული, რაც მას კონკურსისგან ათავისუფლებს. კანონმდებლობის ბოლო გადაწყვეტილებით თუ არაფერი შეიცვალა 1 იანვრისთვის ისინი ყველა უნდა გათავისუფლდნენ და ეს ვაკანსიები კონკურსის წესით უნდა შეივსოს. რამდენად სრულდება კანონის ეს მოთხოვნა და 1 იანვრისთვის ვიხილავთ თუ არა კანონის ამოქმედება სრული ფორმატით, ჩატარდა თუ არა კონკურსები და თუ კი რამდენ ვაკანსიაზე და რამდენ შემთხვევაში იგივე კადრები დარჩნენ თანამდებობაზე, ამ კითხვებს ახლა მაგა კურტანიძე, საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე უპასუხოს. მოგესალმებით, ქალბატონ მაკა. მოდით ჯერ თქვენ გითხარით ის ინფორმაცია, რაც გაქვთ ამ კანონის მოთხოვნათა შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და მერე დაგისვამთ კითხვებს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს. გაცნობებთ, რომ აგვისტოს თვეში შევიდა ცვლილება, რის მიხედვითაც ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მეორე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, რომლებიც დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან, უნდა დაინიშნონ კონკურსის წესით 2014 წლის 1 ივლისამდე, ხოლო სხვა თანამდებობის პირები უნდა დაინიშნონ 2014 წლის 1 იანვრამდე. ანუ ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვინც ამ რეჟიმში არიან დასაქმებულები, უნდა გათავისუფლდნენ და შემდეგ ასევე ეძლებათ უფლება მიიღონ კონკურსში მონაწილეობა, ხო? დიახ. მე ამოვიღე ციფრები და საჯარო მოხელეთა რაოდენობა არის 40,000-მდე იყო 2012 წლამდე, შემდეგ დაემატა მათ ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ასევე დაახლოებით 40,000 გახდა 80,000. თუ თქვენ ეთანხმებით და თუ არ ეთანხმებით, ეხლავე მითხარით, რომ უმეტესობა 50%-ზე მეტი საშუალოდ არიან სწორედ დროებითი დასაქმების რეჟიმში დასაქმებულები, ამდენად დაახლოებით 40,000 ვაკანსია მაინც უნდა გამოცხადებულიყო წესით. დიახ, გიდასტურებთ, რომ HR Gold-ზე მაშინ გავაგრძელებ ჩემს ხას, ასე ვთქვათ, ლოგიკური მსჯელობის და თუ ჩვენ ვნახავთ ვებგვერდზე, სადაც ვალდებულებაა, რომ გამოეცხადებინათ საჯარო უწყებებს ეს ვაკანსიები, იქ არის 1500 მიმდინარე განცხადება. 40,000-სა და 1500 შორის დიდი განსხვავება. ანუ მაინც როგორ ფიქრობთ, სრული მასშტაბით სრულდება ის მოთხოვნა, რასაც ვთქვათ, აი კანონი აწესებს 1 იანვრამდე. მინდა გითხრათ, რომ ადმინისტრაციული ორგანოები აცხადებენ კონკურს HR Gold-ზე. დღეისობით მინდა აღვნიშნო, რომ HR Gold-ზე 10,300-მდე ვაკანსია არის დარეგისტრირებული. ეს არის 2011 წლიდან მოყოლებული. დიახ, 11 წლის ივნისის თვიდან მოყოლებული. მაგრამ მიმდინარე არის, აი რომელიც აქტიურია 1500-ზე მეტი არ არის. დიახ, ანუ ეს არის უკვე ადმინისტრაციული ორგანოს გადასაწყვეტი, ანუ კონკურსის წესში შესაძლებელი თანამდებობები, ყველა აღნიშნული თანამდებობა უნდა იყოს განცხადებული HR Gold-ზე, შესაბამისად დარეგისტრირების შემთხვევაში მათ აქვთ ადმინისტრაციულ ორგანოს განცხადების წარდგენის 10 დღიანივა და არანაკლებ 10 დღე უნდა განათავსოს საიტზე, რის შემდეგაც უკვე მიიღებენ აპლიკანტებს. თქვენ გაქვთ თუ არა, აი როგორც სამსახურს ესეთი ფუნქცია, რომ შეახსენოთ მათ, რომ აიცით თქვენ უნდა გამოაცხადოთ აი ამ ვაკანსიებზე თუ ამ თანამდებობებზე თავიდან კონკურსები.
მადლობას მოგახსენებთ ამ კითხვისთვის. ჩვენ გვაქვს HR დეპარტამენტებთან შეხვედრები გამართული. სწორედ ერთი თვის წინაც გაიმართა ეს შეხვედრა, რომ ყველამ ადმინისტრაციულმა ორგანომ სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა განათავსოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე ჩვენ საიტზე და მათ ძალიან კარგად აქვთ გათვითცნობიერებული აღნიშნული პროცესი და მთლიანად ნაწილობრივ მაინც უკვე განათავსეს. თუმცა თუ ჩავთვლით 2011 წლიდან 10.000 განცხადებასაც მაინც ეს არ არის 20.000 40.000 რომელიც თქვა უხეში გათვლით წესით უნდა მოლოდინი კონდეს რომ ამდენი ვაკანსია უნდა გამოცხადებულიყო. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კი ეს არ შესრულდა ეს მოთხოვნა და აი ეს 1 იანვრამდე არ მოესწრო, არ მოხდა სრულად ჩანაცვლება იმ დროებით დასაქმებულების საჯარო უწყებებში, რომელთაც ეხება ეს კანონი. ამ შემთხვევაში ვაკანტური თანამდებობები რჩება ვაკანტურ თანამდებობებად მოვალეობის ისინი თავისუფლებიან ავტომატურად თავისუფლებიან დაკავებული თანამდებობიდან. აგრეთვე აქვთ მეორეჯერ იცი რა მინდა კითხოთ, არის თუ არა რაიმე ორგანო, თქვათ იყო საუბარი იმაზე, რომ პროფკავშირები შეიძლება და ყოფილიყო ასეთი გარეთა მესამე პირი, რომელიც დაესწრებოდა ამ გასაუბრებს ან მონიტორინგს ჩაატარებდა ამ კონკურსის, რომ მართლაც ის კონკურენტულ გარემოში წარმართულიყო. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, მიდის აი ესეთი მონიტორინგი რაიმე ფორმით, რაიმე სახით ვინმეს მიერ აი ამ კონკურსების? მინდა გითხრათ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ აქვთ ვალდებულება, რომ მაინდა-მაინც აუცილებლად კომისიის წევრებად იყვნენ მიწვეული სპეციალისტები. შესაბამისად, მათ აქვთ შესაძლებლობა, უფლებამოსილება მიიწვიან მოწვეული სპეციალისტები, ან არ მიიწვიან მოწვეული სპეციალისტები. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ორგანოებს მეტნაკლებად ყავთ მიწვეული სპეციალისტები კომისიის წევრებად. თუმცა კანონი მოითხოვს, რომ კონკურსი უნდა შედგეს. აუცილებლად უნდა შედგეს. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ახლა ყველა განცხადებას ვერ წაიკითხავდით და ალბათ არც გაქვთ მისი ვალდებულება, მაგრამ მე წაგითხოვთ ერთ-ერთ განცხადებას, ეს არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დამლაგებლის ვაკანსიაზე გამოცხადებული თანამდებობა, რომელიც და ასეთი სხვებიც არის, მე სამაგალითებსაც მოგიყვანთ, აშკარად შერჩეულია ერთ კონკრეტულ ადამიანზე. მოთხოვნებს ჩამოგიცვლით, უნდა კონდეს საგანმანათლებლო სფეროში უმაღლესი ხარისხი, უნდა იცოდეს საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ, საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული ქარტია თვითმმართველობების შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ნორმატიული აქტების შესახებ კანონი, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების რეგლამენტი და კიდევ ბევრი დიდი ჩამონათვალი. დამლაგებელს ფაქტია რომ ვიღაცა არის ესეთი, ვისაც უბრალოდ დაუგროვდა ესეთი ცოდნა და უნდა ეს ვაკანსია, ხო? ვერ დაგეთანხმები თამაში, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ თქვენ ფიქრობთ, რომ დამლაგებელს უნდა ჭირდებოდეს? არა, მაგას არ ვფიქრობ, უბრალოდ მე მინდა ჩემი აზრი გამოვხატო ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ შეიძლება გაეპარა HR დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლს და საკვალიფიკაციო მოთხოვნები არასწორად აწვირთა და შესაბამისად ეს კონკურსი შეიძლება ჩაშლილიყო. აი მეორე მაგალითსაც მოგახსენებთ, აი ჯანდაცვის სამინისტროში გამოცხადდა პრესამსახურის განყოფილებაში ვაკანსია, სადაც მოთხოვნებთან ერთად ჩამოთვლილი იყო, რომ ასაკი უნდა იყოს 39-დან 40 წლამდე. დიახ. ხო. ან სახელმწიფო დაწესებულებაში ძირითადი მოთხოვნები 21 წლის ასაკიდან უნდა განისაზღვრებოდეს ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში, როგორც იცით კანონის მიხედვით 18 წლის ასაკიდან მათ აქვთ უფლებამოსილება თვითონ განსაზღვრა. 39-40 რაღაც ჩანს რომ რაღაც კონკრეტული. ესეც აქაც ვფიქრობ, რომ ტექნიკური ხარვეზია და ალბათ კადრის არასწორი განთავსების პროცესია, რომელმაც განათავსა აღნიშნული. დიდი მადლობა. ყოველ შემთხვევაში ამ წუთას იყო საუბარი იმაზე, როდესაც ეს კანონი მიიღეს, რომ აი აუცილებლად იქნება საუბარი თუ კონსულტაციები მთავრობაში იმაზე თუ როგორ შეიძლება აი ამ პროცესის მონიტორინგი იმისა, რომ ყველაფერი მოხდეს დემოკრატიულად. ასეთი რამ ჯერჯერობით არ ხდება. მინდა გითხრათ, რომ სწორედ 2013 წლის 219 დადგენილებით 26 აგვისტოს 219 დადგენილებით პროაქტიული ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით არის ნუსხაში მოცემული ერთ-ერთი ასე ვთქვათ პუნქტი, სადაც კადრებს ეხება და ყველა ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალი უნდა იყოს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ვებგვერდზე განთავსებული გამარჯვებულ პირთა ვინაობა და გასაჩივრების შემთხვევაში პროცესები ყველა აღნიშნული და შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოებამ შეიძლება
შეიძლება იხილოს თითოეული ადამიანის უკაცრავად თითოეული ადმინისტრატორის ვებგვერდზე. და ეს ეხება სიპებსაც, ხო? საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსაც. ჩვენი ჩართულობა ამასთან დაკავშირებით არის ადმინისტრირებული ვებგვერდის ადმინისტრირებით HR.gov.gis ჩართულები ვარ და ტექნიკურად ვახორციელებთ ამ ადმინისტრირებას. რასაკვირველია ვკითხულობთ მათზე განთავსებულ ინფორმაციას, მაგრამ უკვე ძირითად მოთხოვნებში და დამატებით მოთხოვნებში ჩვენ ამ სფეროში ხადია ათასობით განცხადებას ვერ გავიგანებთ. ანუ ყველაფერი მიდის საბოლოო ჯამში მაინც სასამართლომდე, იქნება სასამართლოს როგორც ინსტანცია, სადაც თუკის ფაქტები მოხდა თქვა ამ დარღვევის და სუბიექტურობის, შეუძლიათ სხვებს გაასაჩივრონ იქ. რასაკვირველია გასაჩივრების უფლება ყველას აქვს, საპრეტენზიო კომისიებიც არსებობს უკვე უწყებებში და შეუძლიათ ორი დღეში განათავსოს. წინასწარმეტყველებაც ორი სასამართლოში გააგზავნეს, თქვა ის დაზარალებლები, რამდენს აიტანს ეს სასამართლო არ ვიცი. დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ მანდარინი 2013, რატომ დაეცა ფასი 10 თეთრამდე, თუკი რუსეთის ბაზარი გაიხსნა და ექსპორტის გაიზარდა, ან რატომ აპირებენ ფერმერები ბაღების აჩეხვას, რატომ კარგავენ უკეთესი მომავლის იმედს. სოფლად მომავლის იმედი გლეხების კოოპერატივად გაერთიანებაში აცხადებს დღეს მთავრობამ, თუმცა წინა მსგავსი დაპირებები გლეხებს ცუდად შემოუბრუნდათ ჰოლანდიური ძროხების პროგრამაც და ამერიკული სიმინდისაც. რა არის გარანტია, რომ ამჯერად ეს ასე არ იქნება? დაგველოდეთ. ბიზნეს კურიერს აგრობიზნესის მიმოხილვით განვაგრძობთ. ბიზნესი არ გამოდით მე ციტრუსებს, წელს მათ გაცილებით მეტი დახარჯეს მანდარინის მოყვანაზე, ვიდრე გაყიდვას ახერხებენ და ეს მაშინ, როცა რუსეთის ბაზარიც გაიხსნა და წესით რეალიზაცია და იქნებ ფასებიც უნდა გაზრდილიყო. ხაბაზების საცხოვრებელ სახლში მანდარინის მოსავალმა ოჯახის წევრები შეავიწროვა. პროდუქციის გაყიდვას ვერ ახერხებენ, ამიტომ იძულებულები გახდნენ ერთ ოთახში შეხიზნულიყვნენ. დანარჩენ სათავსოებს კი ციტრუსის შესანახად იყენებენ. პერიოდულად მანდარინის გადარჩევა უწევთ, რომ ჯერისებს საღინაყოფი უკვე გაფუჭებულმა არ დააზიანოს. გადაუღებელმა თოლმა სოფელში მისასვლელი გზა ჩაკეტა და მოსავლის გატანას ვერ ახერხებენ. სამი ოთახი მაქვს ქვევით და სამი ოთახი მაქვს ზევით. აბსოლუტურად ერთი მაქვს, აგერ თქვენ დაინახავთ, რომ მაქვს ერთი ოთახი მისაღები. დანარჩენი ყველგან მანდარინი მიყრია. ბოსელი არის ძმაო, მანქანა არის, ოთახები არის, თუ რაიმე თავშესაფარი არის, ჩამოჯახში ყველგან მანდარინი ყრია. აბსოლუტურად ყველგან. ზემოთ, ქვემოთ. ქობულეთის რაიონის სოფელ აჭყვისთავში ყველა ოჯახი ანალოგიურ მდგომარეობაშია. მოწეული მოსავალი რომ როგორმე სოფლიდან გაიტანონ, დათურილი გზის გაწმენ და საკუთარი ძალებით უწევთ. მოსავლის დიდი ნაწილი ჯერ ისევ ბაღებშია დარჩენილი. სოფელში ამბობენ რომ ყინვამ ციტრუსი უკვე დააზიანა და მის მოკრეფას აზრიც აღარ აქვს. ამინდის გარდა გლეხებს მანდარინის დაბალი გასაყიდი ფასიც აწუხებთ. ამბობენ რომ წლევანდელი სეზონი მათთვის წამგებიანი იყო. დამუშავება, სასუქი არის, იქა მისი წამლობა არის, იქ არის მისი მუშა არის, ყველაფერი. ეს ჯდება დაახლოებით 28-30 თეთრ. და გვთავაზობენ 35 თეთრში, იგიც ყველაზე კარგი მანდარინი საუკეთესო მე რომელიც 25 ტონაში მაქვს, მაგალითად 3 ტონა. სოლშვილით რომ მონაკლებ მანდარინს ვერ გავყიდი მე. იმას და ვერ მოვიტან სახში, ლუკმაბურს მე ამის მცხვენი. და მათ რა ინახლებათ ხელფასებზე და მანქანის ბიუჯეტებზე გამოყვენ მანქანაში რამდენი თანხა იხარჯება და რამდენი არა. მაგას ფიქრობს მთავრობა, მეც არაფერს არ ფიქრობს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსულიყო გუშინ ტელევიზორს უყურებდი და ახალი მუცუბისიო თუ ახალი მანქანი თუ, კაროჩე 100.000 თუ 130.000 თუ 35.000 დოლარი შედება, იმაზე აქვენ ნატრულობა და რომელი ჯობია და რომელი არ ჯობია, იმას არჩევენ. გლეხს რა უჭის, იმაზე იჩიონ. ჩავიტანე ფასი არა 30 თეთრი მიყრეს და მე 30 თეთრად ჩაბარება არ მიყრის. იმიტომ 30 თეთრის ხდება ამ თვითონ მანდარის 1 კილო მანდარის მოწევა, შენახვა და რეალიზება, სანამ სახში მოიტანდა. ეს გაყიდვა უკვე სხვა საქმეა რა. გაყიდვის მერე მინიმუმ 50 თეთრი მაინც უნდა იყოს, რომ ადამიანი გლეხმა ისარგებლოს რა. მე მაგალითად არ მჯერა სუბსიდიების, იმიტომ მე ვიყავთ მისული, ჩემ ახლობლებმა მიიტანენ და 1 ტონა მანდარინში ტონა 800 თუ 2 ტონა მანდარინი ამოუღეს კარგი. და დანარჩენი დამოატანეს სახში. და ის 15 თეთრი რაც სუბსიდიის სახით ვითომ სახელმწიფო რიცხავს, არავის არ აუღია ჯერ. ამინდმა და მწვავე კონკურენციამ პრობლემები ექსპორტიორებსაც შეუქმნა. ამბობენ რომ ციტრუსის მწარმოებელ ქვეყნებში წელს კარგი მოსავალი იყო. თურქეთმა კი გარკვეული პერიოდი ექსპორტი დემპინგურ ფასებში დაიწყო. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ქართული მანდარინი ბაზარზე არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა. ექსპორტიორები ამბობენ რომ სატრანზიტო ქვეყნებში გარკვეული იატაკქვეშა გადასახადების გადახდაც უწევთ, რაც პროდუქციას კიდევ უფრო აძვირებს. თუმცა იმის შიშით რომ დამატებითი პრობლემები არ შეექმნათ, ამაზე ღიად საუბარს ერიდებიან. მიუხედავად ყველაფრისა, ამ ეტაპზე მთავარ დაბრკოლებად მაინც ამინდი რჩება. ზღვითაც და სახმელეთო გზითაც ციტრუსის გადატვირთვა შეფერხებულია.
ზღვასთან ვარ დაკავშირებული. დღესდღეობით კვირას უნდა გასულიყო, ახლა დღესაც დგას, შეგიძლია დააფიქსიროთ. გრეიფსვალდი, ეგრე საბორნე გადასასვლელი, რომელზეც 40 მანქანა, ვაგონები ყავს დატვირთული ციტრუსით და ფაქტიურად თითქმის ერთი კვირია ელოდება ბათუმის პორტში რომ გაიტანონ ჩვენი ტვირთი. ამინდის პრობლემამ შექმნა ეს. თავიდან როგორც ითხარი კონკურენცია, ახლა ამინდის დაერთო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ უამინდობა მათ გეგმებში კორექტივები შეიტანა. თუმცა 20,000 ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტი უკვე განხორციელდა. დამატებით 10,000 ტონა კი უახლოეს დღეებში გადაიტვირთება. გარდა ამისა, 6 დეკემბრიდან ციტრუსზე სახელმწიფო სუბსიდია ამოქმედდა და სტანდარტული მანდარინის თითოეულ კილოგრამში გლეხები სახელმწიფოსაგან დამატებით 15 თეთრს, არასტანდარტულში კი 10 თეთრს მიიღებენ. შესყიდვის მინიმალური ფასი კი 35 თეთრია. სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად საექსპორტო ქვეყნებში საბაჟო განაკვეთებით შემცირდა. თუ შევადრით ჩვენ გასული წლის მონაცემებს, ორჯერ მეტია ფაქტიურად და უფრო მეტი რეალიზებული პროდუქცია და თუ ამას დავამატებთ ამ 10,000 ტონას, რომელიც ფაქტიურად დღეს და ხვალე უნდა მოხდეს მისი ექსპორტირება უკრაინის მიმართულებით, სადღაც უკვე 30,000 ტონა გვექნება ექსპორტზე გაგზავნილი. დღეს სავარაუდოდ შესაძლებელი იქნება ყირიმის, ევპატორიის პორტის მიმართულებით კიდევ ერთი ხაზის დამატება. მთლიანობაში წელს 120,000 ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. სამინისტროში ამბობენ, რომ აქედან 80,000 ტონა საექსპორტოა და თუ ამიტომ პრობლემები არ შექმნა, დიდი ნაწილი ახალ წლამდე უნდა გადაიტვირთოს. ყველა პრობლემის გასაღებს მთავრობა და დონორების გლეხთა კოოპერატივად გაერთიანებაში ხედავენ, რაც მათი წარმოების ხარჯებსაც შეუმცირებს და ფასითაც უფრო კონკურენტულს გახდის. თუმცა როგორც ყველა მსგავს წამოწყებაში მთავარი ნდობაა, წინა სამთავრობო აგროპროგრამების ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე კი დღეს ეს ნდობა არ არის. სამაგიეროდ არის ფინანსური მხარდაჭერა და ამდენად იმედიც, რომ კოოპერაცია საბოლოოდ შედგება. სოფელ ივლიტაში თეიმურას ქიქოშვილი პირველი კოოპერატივის შექმნას გეგმავს. ფერმერს ტრაქტორი და 4 ჰექტარი მიწა აქვს. ორი მეზობელი გაერთიანებაზე უკვე დაითანხმა. ფიქრობს, რომ მისი კოოპერატივი წარმატებული ფუნქციონირების შემთხვევაში მეტ წევრს მოიზიდავს. ჩვენ ამ ეტაპზე რახან სახელმწიფო იძახის, რომ ჩვენ ესეთ რამეს ვაპირებთ. ვიქნებით პირველი მერცხლები და დავდგებით ყველაფერს თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმის გულიზე, რომ ეს პროექტი გამართლდეს. დიდზე არ გამოვა, მხოლოდ სამი კაცი მაქსიმუმ პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ ხალხმაც დაინახოს, რომ შედეგი თუ იქნება, თუ არ იყო შედეგი, ვერა რა უყო, ხალხს რა პასუხი გავცეთ. ახალციხელი ფერმერი ამბობს, რომ რაიონში ჯერ საკმარის ინფორმაციას არ ფლობენ და ხალხის დარწმუნებაც გაერთიანებაზე რთულია. მით უმეტეს, რომ მოსახლეობას წინა წლების არც თუ სახარბიელო გამოცდილება აქვს და ნებისმიერ სიახლეს ეჭვით და დიდი სიფრთხილით მოეკიდებიან. თუ არ დაგინახა მეზობელმა, ახლობელმა ნათესავმა, რომ შენ ამაში რაღაც მოგება ნახე, არ არსებობს კარტავო არავინ. არავინ არ გარისკავს. ახსნა ძნელია, მოსახლეობისთვის ძალიან ძნელია ახსნა, იმიტომ რომ ამდენი მთავრობა გამოიცვალა, ამდენი წყვილები, ამდენი ყველაფერი და ხალხს დაკარგული აქვს რწმენაც. მორალურად არ ენდობა რა, არც მთავრობას ენდობა, არც არავის არ ენდობა, არც სამთავრობას, არც იმას. შედეგზეა ორიენტირებული ხალხი და ეს შედეგი თუ არ იქნა, ლაპარაკს აზრი არ აქვს რა. ფერმერების ნაწილს ახალი სამთავრობო ინიციატივის შესახებ ჯერ საერთოდ არაფერი სმენია. ნაწილი კი მეტ სიცხადეს და დახმარებას ელის. მე გაგებული მქონდა კომუნისტები რომ წავიდნენ და მაშინ კოოპერატივი შექმნეს და კერძო მესაკუთრება წავიდა. იმის შემდეგ პირველად მესმის რომ კიდევ ასეთი რაღაცა კეთდება. არ ვიცი რა წარმოდგენა არ მაქვს რა და თუ თქვენ თვითონ გამოცნობიერებ და მეტყვით კი ბატონო მაშინ ჩემას მერე გამოხატავ. გლეხამდე ეს ინფორმაცია ძალიან ძნელად მოდის და ან რაღაცა პრომოუშენები უნდა ჩატარდეს, არ ვიცი ზუსტად ეხლა რა სახით, მაგრამ რაღაცა სახით უნდა მოვიდეს გლეხამდე ეს ინფორმაცია. რახან კანონი მიიღეს, კოოპერატივი შეიქმნება, ეგრე არ არის. კანონით, ხაღალდით ჩვენ კოოპერატივს ვერ შექმნი. ხალხი არ არის გაცნობიერებული ამ საკითხში. უბრალოდ ხალხს რო უთხრა კოოპერატივიო, მაშინ მეტყვის, კოლმეურნეობაში გვაბრუნებენო და ეს არ უნდათ. ეხლა რო ამ ჩვენ და ხალხს უთხრათ, აი თქვენი მიწები უნდა გავაერთიანოთ და უნდა კოოპერატივი ჩამოაყალიბოთ, რა თქმა უნდა წინააღმდეგ იქნებიან. მაშინ ეტყვიან რომ აჰა დაგვირიგეს მიწები და ეხლა ესე უკან გვართმევენ. ტექნიკის გარეშე სოფლის მაინც არაფერი არ გამოვა რა. როცა იქნება მექანიზაცია
და ამას სახელმწიფოც დაეხმარება, იქ 10 კაცი იქნება თუ 15 იქნება, გაწევრიანდებიან. აი შეიძენენ, აი მე იქნება, აი მართლა შეიძლება ნახო რომ შემოსავალიც გაიზრდება სოფელში და ყველანაირად იქნება გლეხი კმაყოფილი. და ეს კოოპერატივიც იარსებებს ამ შემთხვევაში, თუ კი იქნება ეს გამწევის საშუალება. კანონი კოოპერატივების შესახებ უკვე ძალაშია შესული, თუმცა გაერთიანებას ჯერ არავინ ჩქარობს. გადაწყვეტილების მიღება სხვისი გამოცდილების გათვალისწინებით ჯობს. რეალურად ეს არის აგრარული მეურნეობის გადარჩენის ერთადერთი გზა. მე ვფიქრობ, რომ პირველი საპილოტე უნდა გაკეთდეს და რომ ნახავს რა მოგება იქნება, თქვა, ერთობლივ შესყიდვაში, ერთობლივ რეალიზაციაში, მე მიხვდება, რომ თქვა, მანაც უნდა მიბაძოს მეორე კოოპერატივს მსგავსად და გააკეთოს კოოპერატივი. კოოპერატივებში მოსახლეობის გაერთიანების წასახალისებლად ევროკავშირის 40 მილიონიანი პროექტიც მომზადდა, რომელიც აგრარულ გაერთიანებებზე გრანტის სახით უნდა გაიცეს. თუმცა როგორც ჩანს, ფრთხილი და კონსერვატიული გლეხი ჯერ მაინც პრაქტიკულ მაგალითებს ელოდება. კოოპერატივების მხარდასაჭერად დონორები მომავალ წელს ჯამში $220 მილიონ გამოყოფენ, თითქმის 3-ჯერმეც ვიდრე გასულ წელს. თანხის ნაწილი ტექნიკური დახმარება იქნება, ნაწილიც გრანტის სახით დარიგდება. $80 მილიონი დონორებს შორის ევროკავშირი ლიდერია. ვინ მიიღებს ამ დახმარებას და რა პირობით, ამას ახლა ლაშა დოლიძე, სუსტაცისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი გვეტყვის. მოგესალმებით ლაშა. გამარჯობათ. კოოპერაცია, ხო? რაღაც ეხლა ბოლოს დასახელდა, რომ ეს არის ის, რაც ჭირდება სოფელს. თუმცა მეორე მხრივ აქამდე იყო სულ სხვა პროგრამები იყო, რომ აი ჰოლანდიური ძროხები გადაარჩენ სოფელს, არ იმუშავეს ძროხები, ზოგი დაიხოცა, ზოგი ადაპტაცია ვერ გაიარა, ან ადგილობრივ პირობებში არ იწველება იმდეს, რამდენსაც მოელოდნენ. ჰიბრიდული ხორბალი არ იმუშავა, სიმინდმა არ იმუშავა. რა არის იმის რწმენას, რა აძლევს გნება დონორებს, გნება მთავრობას ახლა, რომ აი კოოპერაცია იმუშავებს? კი ბატონო. თუ შეიძლება დაზუსტებას გავაკეთებ აკვე თანხებთან დაკავშირებით, რაც გამოყოფილია ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ეს არის ეგრეთ წოდებული ემპარდის პროექტი, რომელიც ევროკავშირთან სამეზობლო პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში არის საქართველოსთვის წარმოდგენილი 40 მილიონი ევროს დახმარებაზე აქვს ლაპარაკი, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება სწორედ კოოპერაციის და კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა. თუმცა კითხვა მთლიანად ყველა დონორის ეხლა გეტყვით უშუალოდ ამ თემასთან დაკავშირებით რა შემიძლია ვთქვა. თქვენ რა ჩამოთვალეთ ახლა აქ ღონისძიებები, რაც გასული პერიოდის განმავლობაში ხორციელდებოდა 5-6-7 წლის განმავლობაში, 5-6-7 წლის წინ, ეს ღონისძიებები ატარებდა მაინც ერთგვარად სპორადულ ხასიათს. ანუ თქვენ აღნიშნეთ, რომ იქ ლაპარაკი იყო თქვა ჰოლანდიური ძროხების ჩამოყვანაზე, ან თუნდაც ხორბლისა თუ სიმინდის დათესვაზე სახელმწიფოს სპონსორობით. ჩემი აზრით, არსებითი განსხვავება წასულ პროგრამებსა და ახლანდელ პროგრამას შორის პროგრამული მიდგომის თვალსაზრისით არის ის, რომ ეხლა არის სისტემურ დახმარებაზე ლაპარაკი. ანუ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩამოყალიბდეს შესაბამისი ინსტიტუტები სოფლად, სოფლის განვითარებისათვის, რაც თავად უკვე გლეხებს, გლეხურ მეურნეობებს შეაძლებინებს თავიანთი მიზნები დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დამოუკიდებლად განახორციელონ. სწორედ არ იქნება მხოლოდ თქვა აი საჩუქრის და კამპეტის სახით გრანტი, რომ შენოგოდ გაერთიანდა მიიღებს საჩუქარს, არამედ კიდევ სხვა რამ და რა არის ეს სხვა რამ? ეს სხვა რამ არის სწორედ ის, რაც შეეხება გათვითცნობიერებულობის ზრდას ამ ადამიანებისა. მე მინდა გამოვეხმაურო წინა სიუჟეტს, სადაც აღინიშნა, რომ გლეხები ელოდებიან პოზიტიურ მაგალითებს იმისათვის, რათა ეს გამოცდილება თავიანთი მეურნეობებისთვის გადაიღონ. რაც ჩემი აზრით ძალიან ნორმალური პროცესია. საღად უყურებენ ამას ადამიანები, ისიც ნიშანდობლივია, რომ უკვე გამოჩნდნენ, რამდენიმე ორგანიზაცია უკვე გამოჩნდა, რომელიც მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამაში. ევროკავშირის დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ის არის, რომ აი ეს საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, საკმაოდ ისეთი ნორმალური ტემპით შემიძლია ვთქვა, უბრალოდ ეს მუშაობა კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაიშლება მომდევნო წლის პირველი კვარტლის განმავლობაში, როცა უკვე გლეხთა დიდი უმრავლესობა, მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აშკარად გაიგებს რა შესაძლებლობებს გვაქვს. მათ შორის დაიწყება ფულის დარიგება, სულ გრანტების, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი мотиваტორი იქნება. გრანტების мотиваტორია, ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ შემთხვევაში, რაც ძალიან კარგია ჩემი აზრით, წინა იმ პროგრამებისგან განსხვავებით, რომელიც აქ ჩამოითვალა, ის არის, რომ ეს ორმხრივი ვალდებულებების და თანამშრომლობის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფის მექანიზმია, რაც იმას გულისხმობს, რომ ადამიანები თუ მოისურვებენ გარკვეული წარმატების მიღწევად ერთად, მაშინ მათ გარკვეული ვალდებულებებიც უნდა აიღონ, თუნდაც ამ გრანტის მიღების თვალსაზრისით, უნდა განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, უნდა ჩამოაყალიბონ
სტრუქტურები, რომლებიც დამოუკიდებლადაც შეძლებენ არსებობის გაგრძელებას, მას შემდეგ რაც შესაბამისი დახმარება უკვე აღარ იქნება, იმიტომ რომ ლოგიკური დასასრული ყველაფრისა ის იქნება, რომ კოოპერაციის მოძრაობა, როგორც ასეთი, აღმოჩნდეს სიცოცხლის უნარიანი, რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია იყოს ფინანსურად მდგრადი და უკვე დამოუკიდებლად რაღაცა პერიოდის განმავლობაში, როცა შეიქმნება მათი ძალები და გაძლიერდებიან, მერე დამოუკიდებლად გაგრძელონ არსებობას. ნუ არსი არის კოოპერაციის ელემენტარული მათემატიკა, რომ ერთს მივმატოთ ერთი არის უკვე ორი, თქვა და ნუ შესაბამისად ორი უფრო ძლიერია, მეტია ვიდრე ერთი. და მეტი თქვა შეუძლია იმუშაოს, მეტი თქვა პროდუქტიულობა მიიღოს და შესაბამისად მეტი მოსავალი თუ ნაკლები ფასი. აი თქვა მანდარინის შემთხვევაში, თქვა კოოპერატივები რო ყოფილიყო, რას უშველი და თქვა კოოპერატივები მანდარინის ძალიან ბევრი რისკ ფაქტორებია. კი ბატონო, გეტყვით, აი ხა სწორად აღინიშნა წინა სიუჟეტში, რომ არსებითი და მნიშვნელოვანი სხვათა შორის არის ისიც, რომ ან წარმოებლებს კონკრეტულ სფეროში ხა ცალკეულ სფეროზე არა, ნუ ავიღებთ აქცენტს, ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ ეგრეთ წოდებული მასშტაბის ეკონომია მიიღონ, იმით რომ ერთად განახორციელებენ რაღაც ოპერაციებს. ეს პირველ რიგში ეხება მარკეტინგ. ანუ კი აღარ დაუждდება 30 თეთრი თქვა მანდარინი, არამედ შეიძლება 15 თეთრი. კი, ანუ გასაღების სფეროს ერთობლივად ორგანიზების შემთხვევაში იზრდება გამსაღებლების ეკონომიკური ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მეტი საშუალება აქვთ უკეთესი ფასით და უფრო ორგანიზებულად მონახონ საბოლოო შემსყიდველი. ეს პირველი. ასევე თვითონ საწარმოო პროცესის დაგეგმვის შემთხვევაშიც უფრო გაიოლდება საქმე, ვინაიდან შეუძლიათ ერთად შეიძინონ გარკვეული ნედლეული ან სერვისები შესაბამისი წარმოებლებისგან ამ სერვისებისა და ტექნოლოგიური პროცესების ხელმისაწვდომობა მათთვის გაცილებით უფრო ადვილი ხდება, იმიტომ რომ ვინაიდან 10 ადამიანი ერთობლივად ჩამოაყალიბებს მოთხოვნას შესაბამისი სერვისის მომწოდებლისთვის უფრო ადვილია მათთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ხედავს რომ შესყიდვის მოცულობაც მეტია და შესაბამისად ფასი დაიწევს. ამგვარად აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თუმცა გაიჟღერა მნიშვნელოვანმა შიშმა, ასე ვთქვათ, რაც თქვა საფუძველს მოკლებული არ არის, ეხება მიწებს. მიწების გაერთიანებას, რომელიც ნუ ასოცირდება კოლმეურნეობასთან, მიწების ჩამორთმევასთან და ასე შემდეგ. ეს არის, ვთქვათ, აუცილებელი ფაქტორი თქვათ კოოპერატივის შექმნის, რომ მათ გააერთიანონ ქონება. კი ბატონო, მოგახსენებთ მაგასთან დაკავშირებითაც, აქ შეიძლება ერთი რამე ითქვას, ჩვენ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში მიმდინარეობდა ძალიან ისეთი მძიმე ინერციული პროცესები, ფაქტურად განვითარება არ იყო. აი ახლა იწყება რეალურად საკმაოდ პოზიტიური ძვრები შეინიშნება მრავალი მიმართულებით, სისტემური მიმართულებით მათ შორის და კონკრეტულად ამ შემთხვევაში, რისი თქვა მინდა ახლა, რომ ადამიანები ჯერ კიდევ მათი ნაწილი ცხოვრობს იმ ასე ვთქვათ, კომუნისტური წარსულის ინერციით. ანუ ფიქრობენ, რომ ნებისმიერი გაერთიანება ძალადობრივია. ასე ცხადია არ არის. ახლა თანამედროვე ეტაპზე სწორედ ნებაყოფლობითობა არის ამ ინიციატივის ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორი იმისათვის, რომ ადამიანები ამაში გაერთიანდნენ. ცხადია, მათ ეძლებათ სრული თავისუფლება გაერთიანდნენ ერთად იმ ნიშნით, რა ნიშნითაც მათ სურთ. მაგალითად, იგივე კოოპერაციის შემთხვევაში შრომითი კონტრიბუცია, ხო, საჭიროების შემთხვევაში თუ ვიღაცა ჩათვლის, რომ 100-ია საჭირო, კი ბატონო, შეუძლია მიიღოს ამეთი მონაწილეობა და საერთო დოვლათის შექმნაში აქტიურად ითანამშრომლოს ხდება. არ არის აუცილებელი ქონება გაერთიანება. შეიძლება ძალისხმევის გაერთიანება. აი მაგალითს გეტყვით, აი თქვათ მეცხვარეების შემთხვევაში, როდესაც თელი სოფლის ცხვარის, თქვათ, რიგრიგობით მიყავთ საძოვრებზე, თქვათ, ტრადიცია ესეთი. ეს არის კოოპერაცია. ეს კოოპერატივი შეიძლება იყოს ესა? არაფორმალური გრანტს მიიღებს. იცით რა არის, ეგ არაფორმალურია, ასე ვთქვათ რა, ანუ გრანტი გაფორმდა, თქვათ. თუ კი გაფორმდა და მათ ჩამოყალიბდა შესაბამისი წესდებით, რომელიც ორგანიზებულ სტრუქტურას კაფიოდ გაწერს, იმ შემთხვევაში თუ დააფიქსირებენ კაფიონებას და ეკნებათ გეგმა განვითარებისა, რომელიც მოსაწონი იქნება შესაბამისი ორგანოების მიერ, რომლებიც ამ საგრანტო საქმიანობით იქნებიან დაკავებული, ცხადია მათთვის გზახსნილი იქნება. შეუძლია თქვა იყიდონ საჭიროებრივი მანქანა ან რაღაცა, რომელიც ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია დაადასტუროს, რომ ფინანსურად, ეკონომიკურად და ორგანიზაციულად გამართულია და აქვს ხანგრძლივი განვითარების ინტენცია და განზრახვა. მათთვის გზახსნილი. ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. დღესულ ეს იყო ბიზნეს კურიერი ამ კვირაში ამით ასრულებს. თქვენთვის მუშაობას მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. მანამდე კი შეგიძლიათ Facebook-ზე ჩვენ გვერდზე გვეწვიოთ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ნებისმიერ თემაზე, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნახვამდის.